2025 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული ხორბლისთვის. იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. გადაწყვეტილება ეფუძნება მრავალწლიან მეცნიერ კვლევებს, რომლებიც მოიცავს ქართული ენდემური და ადგილობრივი ხორბლის სახეობების მოძიებას, კონსერვაციასა და გენეტიკური რესურსების დაცვას. რას ნიშნავს იუნესკოს აღიარება ქართული ხორბლისთვის პრაქტიკული თვალსაზრისით? რა როლი ჰქონდა სამეცნიერო კვლევით ცენტრს ბიზნეს პარტნიორის აგრორუბრიკის ფარგლებში ქართული ხორბლის წარმატებას და არა მხოლოდ ვისაუბრებთ სტუმართან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან. ნოდარ ხატიაშვილია ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იუნესკოს მხრიდან მიღებული ქართული ხორბლის. ჩვენ კი გვაქვს ამბიციაც და ძალიან ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი ხორბალი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა როდესაც ამის აღიარება ხდება ასეთ დონეზე, ბუნებრივია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. რას ნიშნავს და თავდაპირველად ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი, რას ნიშნავს და იუნესკოს მხრიდან თქვენთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობთ, ეს გადაწყვეტილება? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით, მნიშვნელოვანი არა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მინდა ვთქვა, და არა ქართული ხორბლისთვის, არამედ ქართული კულტურისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს. რა მნიშვნელობა აქვს იუნესკოს აღიარებას? ნებისმიერი წარმატება ქვეყანაში, როდესაც ხდება მისი აღიარება საერთაშორისო საზოგადოებაში, ეს უკვე დიდი მოვლენაა. ამ აღიარებას უკან, რა თქმა უნდა, მოსდევს მადლიერების გზნობა ყველა იმ ხალხის და იმ პიროვნების, ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა. და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო დიდი ინკლუზიური პროცესი, ჩართული იყო როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორი, რა თქმა უნდა, პიროვნებები, ძირითადად ისინი, ვინც თავიანთი ენთუზიაზმით შემოინახა. მე საუბარი მაქვს იმ ხალხზე, ვინც ეს კულტურა შემოინახა, ასე ვთქვა, ტრადიციები, რიტუალები და ალბათ იმ ხალხზეც, ვინც ქართული ხორბალი შემოგვინახა. ძალიან ფართო გამოხმაურება პოვა და მე რომ არ გამომრჩეს, რა თქმა უნდა, ჩამოთვლა იმ ხალხის და იმ ორგანიზაციების, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, რა თქმა უნდა, დავიწყე პარლამენტიდან და დავამთავრე, რა თქმა უნდა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი თაქშუაში მოქცეულია, ჩვენი სამოციქულო ეკლესია, ხო, პატრიარქი, მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეცნიერები, კულტურის სამინისტრო, ჩვენი სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეს არის უდიდესი შრომის შედეგი. რა როლი ჰქონდა თავად სამეცნიერო კვლევით ცენტრს? სამეცნიერო კვლევით ცენტრზე მოგახსენებთ, ანუ ხორბლის კულტურა, რიტუალები და ტრადიციები. ერთი გადასახედიდან ჩანს, რომ ეს არის უფრო კულტურა, ტრადიციები და რიტუალები, მაგრამ თუ არ გვაქვს საგანი, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ, ანუ ქართული ხორბალი, მაშინ არც ტრადიციები და არც რიტუალები შეიძლება არ იყოს. დღევანდელ პირობებში, როცა მიდის საუბარი ჰარმონიზაციაზე მსოფლიო მასშტაბით, ნებისმიერი პროდუქტის აღიარება უნდა მოხდეს საერთაშორისო მასშტაბით. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოება ადგენს თავის მოთხოვნებს ამ პროდუქტის მიმართ, შესაბამისად მემცენარეობის მიმართულებით და კონკრეტულად ჯიშებისთვის, მათ შორის ქართული ხორბლის სახეობებისთვის. სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აქტიურად ჩაერთო იმ პროცესში, რასაც ქვია შესაბამისობის შეფასება მარცვლეული კულტურების, მათ შორის ადგილობრივი ჯიშების, რა თქმა უნდა, დაიწყო ამ ჯიშების, ასე ვთქვათ, დახასიათება იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელსაც ტყუილობს საერთაშორისო საზოგადოება, მისი დახასიათება, შენახვა, კონსერვაცია, გასუფთავება. პირველი ნაბიჯი იყო, რომ აი ეს სისტემა, რომელსაც ქვია შეფასების სისტემა, დამკვიდრდა და კანონმდებლობის დონეზე, ანუ კანონი გამოიცა მცენარეთა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ, ამან მოიტანა საერთაშორისო კატალოგი, სადაც აღიწერა ყველა ეს ქართული ხორბალი და ქართული ხორბლის სახეობებმა და ჯიშებმა, ხალხურმა ჯიშებმა მიიღო აღიარება. ამას მიება, რა თქმა უნდა, ის უწყვეტი ტრადიცია, რომელიც იყო. ხო, ძალიან კარგი ნაწილი შეეხო თვითონ ეს პროცესი. ანუ აი გისმენ და ვფიქრობ, რომ რეალურად ქართული კომპანიები, მაგალითად ფერმერები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, დღეს რამდენად აკმაყოფილებენ და რამდენად
იმ ხორბალს გვაძლევენ რეალურად, რომლის მიმართაც ამხელანდობა გამოიჩინა იუნესკომ და ასეთი აღიარება მოხდა, იმიტომ რომ ერთია ისტორიიდან რა გვაქვს, მეორეა თუნდაც კვლევით ცენტრებში რა მუშავდება და მეორეა პრაქტიკულად რა შედეგი გვაქვს ამ ყველაფერთან გამომდინარე, ამიტომ სერტიფიცირების ნაწილი, რომელსაც ახლა შეეხებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროცესში. რა გვაქვს დღეს გვაქვს კი ასეთი ხარისხის ქართული ხორბალი? აი ზუსტად ამაზეა საუბარი, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე, ან გარე ბაზრებზე ხდება პროდუქტის აღიარება, ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება მეწარმის. სისტემა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომლის ქვეშ მოქცეული პროდუქტი მიიღებს იმ ქაღალდს, რომლის აღიარებაც ხდება სხვა ბაზრებზე. შესაბამისად, ეს პროცესი არა მარტო ქართული ხორბლისთვის, არამედ ქართული მეცენარეობაში, მეხილეობაში, მებოსტნეობაში დაიწყო და ამას რა თქმა უნდა მიება ეს გენეტიკური რესურსები, ანუ ქართული ხორბალი, რომელიც ასევე გენბანკში არის შენახული. შესაბამისად, მათ აღიარეს ეს 3 წლიანი, 4 წლიანი სამუშაო იყო იუნესკომ და საერთაშორისო საზოგადოებამ პირველ რიგში აღიარა სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანერგა. და როგორია ეს სისტემა? ეს სისტემა ასეთია, კულტურა უნდა აღიწეროს, უნდა მოხდეს კატალოგში, რომელსაც აღიარებენ აღიწეროს იმ სტანდარტებით, რომელსაც თხოვლობს საერთაშორისო საზოგადოება, მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია და ასე შემდეგ. შემდეგ უნდა იყოს მისი გამოცდა, თუ სხვა ჯიშებზეა საუბარი საქართველოში, შემდეგ უნდა მოხდეს მათი საველე შეფასებები და ამ საველე შეფასებები, როცა მეწარმეს მოყავს ხო, დაუშვათ ხორბლის რაღაც სათესლე მასალა. იქ მიდიან ასე ვთქვათ, ინსპექტორები, სპეციალისტები და ნახულობენ. ქართული ხორბლის შემთხვევაში, ვინაიდან სახეობრივია ეს ხორბლები, საკმაოდ დიდი სამუშაო გატარდა, იმიტომ რომ ნებისმიერი სუფთა ჯიში, სელექციური ჯიში, ის არის ერთგვაროვანი. ამიტომ მისი შემოწმება ძალიან ადვილია. მაგრამ აქ სახეობრივი მინარევები, რომელიც ახლავს და ეს არის მნიშვნელოვანი ამ ქართული ხორბლისთვის, საჭირო იყო მათი პროპორციების დადგენა. კი ბატონო. საჭირო იყო იმ ყველაფერი დოკუმენტის შექმნა, ეს იქნება ადმინისტრაციული დოკუმენტები თუ კიდევ უამრავი სხვა სტანდარტების მოძიება და შემდეგ ამის პრაქტიკაში გატარება. დღეს აბსოლუტურად ყველა მეწარმე, ვინც ქართული ხორბლის მოყვანით არის ასე ვთქვათ, დასაქმებული, ის იღებს შესაბამის მომსახურებას აი ამ სერტიფიცირების ნაწილში. ანუ შესაბამისობის ანუ სახელმწიფო არის გარანტი ერთგვარად, რომ ეს მოყვანილი ხორბალი რეალურად არის ყველა იმ კრიტერიუმის შესაბამისი, რომელზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ. აბსოლუტურად მართალი ბრძანა. მე დავიბადე და გავიზარდე დედოფლისწყაროს რაიონში და ჩემთვის ახლა შირაქის ველზე მოყვანილი ხორბლის თემა ძალიან ახლობელია თელმა ჩემმა ბავშვობამ ამ ნაწილში ასე გაიარა და სწორედ ამიტომ უფრო მეტად ვკითხულობ. დღეს რაც პირობითად შირაქის ველზე ხორბალი ეს მოყვანა ხდება, ეს არის ამ სტანდარტებით? სხვათა შორის მეც თქვენი მხარიდან ვართ, მეც კი იზიყელი გახლავართ. ის ხორბალი, რაც დღეს მოდის, მეწარმეები, რომლებიც ჩართული არიან მეთესლეობის სქემაში, ანუ მოყავთ თესლი. იმიტომ რომ თესლი ეს არის პირველადი პროდუქტი, რომელზეც პროდუქტი უნდა აწარმოოს. ამიტომ მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვანია საერთოდ პროდუქტიულობისთვის და შემდგომი გამრავლებისთვის. შესაბამისად, ეს სქემა 2019 წლიდან მუშაობს და აბსოლუტურად ყველა თესლის მწარმოებელი კომპანია და სამწუხაროდ ვერ დავიკვეხნით, რომ ბევრია საქართველოში 2-3 მსხვილი კომპანია, რომლებიც აწარმოებენ სელექციური თესლს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ამ კუთხით ეხმარება ქართული ხორბლის ჯიშების გავრცელებას და გამოდის როგორც ქართული ხორბლის ჯიშების მეთესლეობის წარმოებელი. რითაც ამარაგებს შემდეგ ფერმერებს. რაც შეეხება უკვე ინდუსტრიას თვითონ ხორბალში, აქ სერტიფიცირების სისტემა მუშაობს და კანონით ბაზარზე აკრძალულია არასერტიფიცირებული სათესლე მასალის დაშვება. ფერმერებს შირაქში, რაც შეეხება, თქვენ იტყვით, რომ ბევრი სათესლე მასალა არ შემოდის, კანონი არ გძალავს უცხოეთიდან. სწორედ ეს ამიტომაც ნებისმიერი ჯიშის და არა, ნებისმიერი ჯიში არ არის სწორი. გამოუცდელი ჯიშის სათესლე მასალის შემოტანას. ანუ ნებისმიერი ჯიში შეგიძლია შემოიტანო და აწარმოო ჩვეულებრივად ხორბალი, მაგრამ არა მისი თესლი.
ანუ მეწარმე მიდის გერმანიაში, არ ვიცი თურქეთში, არ ვიცი რუსეთში, სადაც უნდა შემოაქ თესლი და აწარმოებს ხორბალს, მაგრამ მას არ შეუძლია თესლის წარმოება. იმიტომ რომ თესლის წარმოება შეუძლია მხოლოდ იმ ჯიშებზე და ასეთი ჯიში უკვე 30-მდეა, მათ შორის რუსული, ფრანგული, გერმანული ჯიშები. და ყველა ეს შემთხვევა გადის სერტიფიცირებაში. ყველა ეს ჯერ გადის ჯიშთა გამოცდას. ანუ საქართველოს სხვადასხვა აგრო მინიმუმ 2 წელი. ამ გამოცდის პროცესს და მე ხდება ამ სერტიფიცირების ჯიშთა უცხოეთში გამოყვანილი ჯიში, რომელიც იქ მოდის და კატალოგში შეტანილია, ის გადის აქ ჯიშთა გამოცდას. ჯიშთა გამოცდის შემდეგ უკვე თუ მან დააკმაყოფილა საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში ის პირობები, რაც დადგენილია მინიმალური, მაშინ მისი სათესლე წარმოების უფლება ეძლევა ფერმერს. კი ბატონო, მაშინ ასე ვიკითხავ. ვისთვის არის სერტიფიცირების პროცესი მნიშვნელოვანი? ფერმერისთვის, მომხმარებლისთვის თუ კომპანიისთვის? კომპანია და ფერმერი ზოგ შემთხვევაში შეიძლება ერთ-იგივე სუბიექტები იყვნენ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არ არიან ერთ-იგივე სუბიექტები. სერტიფიცირებას მე დავარქმევდი და ასეც ქვია საერთაშორისო ტერმინოლოგიაში, ეს არის შესაბამისობის შეფასება. შესაბამისობის შეფასება თვითონ სიტყვა ამბობს, რომ პროდუქტი რაღაცასთან უნდა იყოს შესაბამისი. ეს შესაბამისობა არის მასზე დაწესებული მოთხოვნები, ანუ სტანდარტი, რომელიც შეიცავს უამრავ მახასიათებლას. შესაბამისად, ნებისმიერი მეწარმე, ეს ხორბლის შემთხვევაში იქნება თუ სხვა შემთხვევაში, მისი პროდუქტი იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის იყოს მიმზიდველი, უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები, იმიტომ რომ მომხმარებელი ეძებს ხარისხიან პროდუქტს. შესაბამისად, სერტიფიცირების პროცესი ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია. მეწარმისთვის ის იძლევა საბაზრო კონკურენციის შესაძლებლობას, იმიტომ რომ სერტიფიკატით ის კონკურენტუნარიანია ბაზარზე, თანაც თუ ერთ სერტიფიკატი აღიარებულია სხვადასხვა ბაზრებზე. ეს სერტიფიკატი მას აძლევს საშუალებას დაშვებულ იქნას სხვა ბაზრებზეც. შესაბამისად, მოხმარებელს აძლევს იმას, რომ მან მიიღოს ის, რასაც ელის ხარისხიანი პროდუქტი, რაც აძლევს ქვეყანას. ქვეყანას აძლევს ინვესტიციების შემოსვლის უდიდეს შესაძლებლობას. იმიტომ რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელსაც უნდა ქვეყანაში შემოსვლა და რაიმე პროდუქტის წარმოება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უყურებს სანდო შესაბამისობის შეფასების სქემებს, რომ მან ეს მომსახურება აქვე იპოვოს და არ მოიწვიოს გარედან შესაბამისი ორგანოები. ეს არის როგორც პროდუქცია, ისე რა თქმა უნდა პროცესები. და ჩვენი საუბრის ბოლოს 2026 წლის გეგმები, ჩვენ იმდენად მნიშვნელოვანი სიახლის მომსწრენი გავხდით 2025 წელს, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არ ვიცი რა შეიძლება იყოს 2026 წელს. თუმცა საინტერესოა, რა გეგმებით ხვდებით 2026 წელს. იცით, თვითონ სამინისტროშიც საკმაოდ დიდი რეფორმები განხორციელდა, არის დიდი გეგმები და ძირითადი გეგმა, რა თქმა უნდა, შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას და სოფლის განვითარებას. შესაბამისად, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნებისმიერი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენთან, პირდაპირ კავშირშია აი ამ ასე ვთქვათ დიდ სტრატეგიასთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისევ და ისევ შეეხება მინდა აღვნიშნო ეს განსაკუთრებით მეცხოველეობის სექტორს, იმიტომ რომ მეცხოველეობის სექტორში მინდა გითხრათ აი ამ შესაბამისობის შეფასების კუთხით გვაქვს ჩამორჩენა. ანუ ისევ და ისევ საკანონმდებლო ბაზა, ჩვენ რა თქმა უნდა მუშაობთ ადგილობრივ ჯიშებზე, აპრობაცია ადგილობრივ ჯიშებზე გაკეთებულია სისტემის, მიღებულია უკვე ყველა ის გამოცდილება, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზრებზე და მოხდება ადგილობრივი ჯიშის და არა მარტო ადგილობრივი, არამედ ინტენსიურ ფერმებში შემოყვანილი ჯიშების ჯიშური მიკვლევადობის სისტემის ფორმირება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი ამოცანა და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბოლოს ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის. რამდენად არიან კადრები შესაბამისი კვალიფიკაციით, რომ აი ეს ყველაფერი სამეცნიერო კვლევითი მუშაობა ეს არ არის უბრალოდ წავედი და ეხა ბიზნესი ვაწარმოე, ხო? ამას სხვა ტიპის მეცნიერული ცოდნა და გამოცდილება ჭირდება. რამდენად არიან დღეს მათ შორის თუნდაც ახალგაზრდები ამ მიმართულებით რომ არიან დაინტერესებულები და შეგვიძლია კი აი ასეთი ტიპის ეხა რომ მით უმეტეს მეცხოველეობის მიმართულებით კვალიფიციური კვლევა წარმოების ჩატარება? წარმოვიდგინეთ რომ
ის კადრები, რომელიც დღეს სამეცნიერო კვლევის ცენტრში არიან დასაქმებულები, ეს არის დაახლოებით 60%-ზე მეტი ის ძველი პროფესიონალები, რომლებმაც ეს გზა გაიარეს. მაგრამ ხდება ახალგაზრდა კადრების, რა თქმა უნდა, აი პირველი რაც დავისახეთ მიზნად, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას, ვისაც ვნახავთ, ეს იქნება მეცხოველეობის სექტორი, მემცენარეობის სექტორი, შენახავგადამუშავების სექტორი თუ ნიადაგის ნაყოფიერების ხელი ჩავალოთ და არ გაუშვათ. ამ ხელის ჩავლებას ახალგაზრდისთვის გარკვეული პირობები შექმნა უნდა და რა თქმა უნდა ამ ხრივად სამინისტროში გარკვეული ძროები გაკეთდა, რომ სამეცნიერო კვლევით კადრებს მიეცეს ისეთივე შესაძლებლობები, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში დაკავებულ თანამშრომლებს. გარდა ამისა, დეფიციტი არის ისევ და ისევ კადრების, რომლებიც უნდა ფლობდნენ არა მარტო თავიანთ პროფესიას იმ დარგში, არამედ უკვე უნდა იცნობდნენ სისტემებს, რომლებიც შემოდის ნებისმიერი მიმართულებით, რასაც ქვია შესაბამისობის შეფასებები, პროცესების კონტროლი, მენეჯმენტის სისტემები. აი ზუსტად მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ფერმებში უნდა დაინერგოს, მეცხოველეობის ფერმებშია. პირდაპირ ასე ქვია, ჩვენ FAO-სთან პროექტი ქონდა დაწყებული და ალბათ გაგრძელდება. ეს არის ფერმის მენეჯმენტის სისტემა. ანუ ცოდნა იმის, დღეს გაჩნდა ხო ეს განათლებაში ბევრი შემოდის მენეჯმენტის სისტემების ფლობელი ადამიანები, რომლებიც ფლობენ პარალელურად თავის პროფესიას, შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და რა თქმა უნდა მისი დოკუმენტირება მოახდინონ. იმიტომ რომ უკვე ფერმის კონტროლი არ არის ეს მხოლოდ ყანაში წახვიდე და შეამოწმო ხორბალი. ეს არის მთელი ჯაჭვი, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა კონტროლდებოდეს იმ დოკუმენტირებით, რასაც ფერმერმა უნდა გააკეთოს. ამიტომ კადრები მოდის და მე თქვენი სტუდიითაც მინდა ვისარგებლო და უთხრა ახალგაზრდებო მობრძანდით სამეცნიერო კვლევის ცენტრს დიდი სამუშაოები აქვს დაგეგმილი და ვეძებთ ახალგაზრდებს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თემა იმდენად საინტერესოა, რომ მართლა ამოუწურავია და დაუსრულად შეგვიძლია საუბარი. სიამოვნებით გიმასპინძლებ სხვა გადაცემებშიც შევხვდებით 2026 წელს და ყველა იმ სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც გექნებათ ბიზნეს პარტნიორი მზად არის, რომ ეს თემა აქტიურად გააშუქოს.